IMF-ის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება არის როგორც მოგეხსენებათ პირველად ტარდება ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეს ყველაფერი ჩემთვის. Მხოლოდ ის რომ UFC-ში მებრძოლები ყავს ეს ძალიან კარგია, მაგრამ აღარ სჭირდება ადამიანები, რომლებიც ამ ყველა საქმეს ხელს შეუწყობს განვითარებას და მინდა ვისარგებლო აქვე მომენტი და მადლობა უთხრა გიორგი კაბულაშვილს, ეს ადამიანია, ვინც ძალიან პოპულარული გახადა ჩვენს ქვეყანაში. This popularity of mixed martial arts in Georgia has brought the decision to bring this event in Georgia because I think Georgia is also recognized as one of the biggest mixed martial arts countries, and the young generation will be very impressed with this event. That's why it's very important for the country and for MMA's development. We can break our leg or hand or head, but we're never gonna give up. We're gonna do again and again and again before we're not gonna be the number one. The mentality is what makes us stronger and number one in UFC and in anywhere, in any sport and anything. კი, რა თქმა უნდა, ჩვენი მაგალითები და ჩვენი საამაყო ხალხი არიან ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი პირველეს ყოვლისა და მომდენო ქართველები, ვინც ყველა იბრძვიან UFC-ში და ბევრ ორგანიზაციებში. ჩემი აზრით, მებრძოლი სულის მენტალიტეტი გვაქვს ყველას და მაგიტომაც არიან ამდენი ჩემპიონები. IMF-შიც და UFC-შიც და სხვა ორგანიზაციებში, როგორც ბელატორია, PFL და მასეთი ორგანიზაციები. და ბრეივი და ოქტაგონი და ყველა კარგი ორგანიზაცია ევროპაში. ამერიკაშიც. რა თქმა უნდა, როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი უმაღლეს წვრილს აღწევს, ეს ძალიან დიდი სტიმულია, მაგალითია და ყველა ცდილობს მერე უკვე თავისთავად იპოვოს ამ სპორტის სახეობაში. საქართველოში არასოდეს არ ჭირდა ეს. სპორტული წარმატებები ყოველთვის აღწევდა სპორტსმენები რაღაც გარკვეულ წარმატებებს, იყო წარუმატებლობაც, მაგრამ ოდითგან სპორტის დიდი სიყვარული გაგვაჩნია ქართველებს საქართველოში და ეს არის ყველაზე დიდი სტიმული. ბავშვობიდან მიზიდავდა ეს სპორტი და როდესაც მომეცა საშუალება, მაშინ დავიწყე სულ რაღაც 1 წელია, რაც ვარჯიშობ და ჩემი მთავარი мотиваცია, ჩემი ბიძაშვილი რაულ თუთარაულია. მის გამო დავიწყე, იმიტომ ძალიან მომწონდა, უყურებდი ბავშვობიდან და აი დღემდე ეს 1 წელია მისი ხარდაჭერით მოვდივარ და ვითარდები. ნელ-ნელა ვითარდება და ბოლო წლები მით უმეტეს ადრე არც იყო ეხა ჩემ ბავშვობაში და ისედაც ეხა სულ უყურებდი და არ იყო ამდენი ჩემპიონატები, არც დარბაზები არ იყო, ეხლა უკვე ყველანაირი ხელი შეწყობა გაქვს, რომ განვითარდეთ და წინ წავიდეთ. როდესაც მე ვარჯიში დავიწყე, მაშინ არ ტარდებოდა ეგრე ხშირად ეს შეჯიბრები და ძალიან რთული იყო. მხოლოდ წელიწადში 1 ან 2 ბრძოლა შეიძლება ჩაგეტარებინა ადამიანს და ყოველწლიურად კიდე იმდენად განვითარდა, რომ უკვე წელიწადში რამოდენიმე ბრძოლის ჩატარება არის შესაძლებელი და ბევრად წინ და წინ მიდის ეს სპორტი საქართველოში და ძალიან დიდი განვითარების გზაზე დგას ეს ყველაფერი. Georgi is trying to develop every coach, every sportsman individually, and that's why we have also in the previous Worlds and European Championships we had a big success. It's a great success for the National Federation, and we're trying to develop in every field, mentally, physically, and they have athletes and coaches have every support from the federation. MMA განსაკუთრებით ყოველ თვეს შეჯიბრებები ტარდება და ხშირი შეჯიბრებები და გამოცდილება აძლევს მერე შედეგს ადამიანს. მოგეხსენებათ, რომ ადამიანი, რომელიც მოდის და უნდა რომ რაღაცა ისწავლოს, ის თავის თავს განდობს და ამას ჭირდება დიდი ყურადღება და გამოცდილება თავისთავად. სპორტი მოიცავს სწორედ კვებას, სწორედ ვარჯიშს და პირველ რიგში დისციპლინას. თუ ეს არ აქვს ადამიანს, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს და ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს გაივლის, სწორედ ივარჯიშებს, დისციპლინა ექნება, თავისთავად მიაღწევს შედეგს და აუცილებლად შეიცვლება მისი ცხოვრებაც, დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ, იმიტომ რომ როცა გაქვს დისციპლინა, მავნეჩვეებს არ გაეკარები და თავისთავად გიყვარს შენი საქმე. ისე თუ არ გიყვარს, უბრალოდ რაღაცების გულისთვის
სპორტში ვერ იქნები განსაკუთრებით MMA-ში შერეული ორთაბრძოლები. კი, რა თქმა უნდა, დისციპლინა უპირველეს ყოვლისა დარბაზში შემოვდივართ, აქ ყველა ჩემი მეგობარია, ყველა ჩემი და ყველა ჩემი ძმა, გარეთ რო გავდივართ, იქაც ასე ვართ. და ძალიან კარგია ცხოვრებისეულათად ძალიან ბევრი მეგობარს იცენ და ძალიან კარგ ხალხს იცენ, რა თქმა უნდა, სპორტი ადამიანს უპირველეს ყოვლისა, რავი, პატიოსნება და ყველაფერი კარგი რა, ასე რომ ვთქვათ. The little children see this, and after they does not wanna go somewhere doing something bad. They gonna come to the gym and they gonna do the sport, and that's very good because from when they are kids, they grow up, and they gonna be already champion mentality. This is the best place for the kids to come and grow up by healthy body and healthy mind. That is for future, for their future. So that's very good for everyone, I think. To become mentally and physically strong when you train in a combat sport, especially in the MMA, mixed martial arts train your body and soul very much. And the secondly, it's like one of the most growing areas and fields in sports. And after that, if you succeed and you are preparing yourself mentally, physically for every competition in every field, if you don't go and becoming sportsman, professional sportsman in every field, it will help you to be a successful person. But also, if you are going and you want to become a professional MMA fighter, you should dedicate your life to it. And the biggest success in this field is like you fight in the biggest organizations, and for your life and for your career, it's one of the best choices in life. That's why for Georgian young generation, I want to say that they should come and try for months, years. They will see that National Federation is doing everything for them to be an opportunity, very good gyms and trainers here and Federation is doing everything for the young generation to be healthy as physically and mentally. I want to be a champion, not only being in UFC. I want belt, and after I'm gonna get that belt, I'm gonna finish my sport, and after I'm gonna go marriage and have some kids, and after they gonna be also champions. First me, and after my children. რა თქმა უნდა, ქართველები ოდითგანვე მებრძოლიერი ვიყავით ამ სპორტში და ყველა სპორტში, ძალისმიერ სპორტში ქართველები გამოვირჩევით, როგორც MMA-ში და მებრძოლი ხასიათი და რაც თავარია, ამ სპორტში ხასიათია მთავარის. როგორც ყველა ქართველს ეგ გაგვაჩნია ეგ ხასიათი და ეგ მონდომება და ეგ წინსვლა. ეს медали და ჩემპიონობა ჩემს ცხოვრებაში იქნება ერთ-ერთი ძალიან დიდი განაცხადი სამომავლო ჩემს კარიერაში. ასევე ჩემი ოჯახისთვისაც რა თქმა უნდა სიამაყის მიზეზი იქნება, როგორც ჩემი ოჯახისთვის, ასევე ჩემი სამშობლოსთვის და ეს ჩემ ქვეყანაში რო ტარდება ეს შეჯიბრი, ბევრად საპასუხისმგებლოა და ჩემ ქვეყანას ვასახელებ ამ მედლით. საქართველოს ასპარეზობაზე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. ჩვენ გულშემატკივრებს რო გავახაროთ, ასე რომ ვთქვათ, ბრინჯაო რო გავანაცვლოთ ოქროთი და ასევე ყველას ჩვენ გუნდელს უსურებ იმავეს ოქროს და მე მგონი მაგის შესაძლებლობა ყველას გვაქვს. მოგეჩნია. მოგესალმებათ, ეს შეჯიბრი და მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება საქართველოში, ამიტომ ყველას ვინც ამ სპორტს ხომაგობს, ვურჩევ და აუცილებლად ვთხოვ, რომ მოვიდეს ამ შეჯიბრზე და დაგვიდგეს გვერდში და დაგვიჭიროს მხარი.